გაფუჭდა ისევ რაღაცა მოვიდა აზი არა ვარ აქ ვიყურები ყველა შლანგი ყველაფერი სადაც წყალი გადის ყველაფერი ხოძეა აი ქვემოთ არის რაღაცა ვფიქრობ რომ რადიატორი რავი თუ რა არ ვიცი რა დაემართა ვერც ხედავ იმ ბოლი გამოსდის და არ ჩანს არაფერი და ცოტა ხანის ბოლი რო გამოვა მე შევხედავ და გავიგებ რაც ჭირს აუ სასწავლებელში მივდიოდი მარტივად რო აგიხსნათ და ეგ დოქერთან აი მოვგორავდი და სასოფში მოვყევი ხო და ცოტა წყალმა თამაში რო დაიწყო შემეშინა მეთქი რამე არ მოხდეს თქო რა და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ არ დამეტვირთა და ანუ გაზ ტორმუზით და რაღაც ანუ ტორმუზი და ცეპლენია და რაღაცები ნაკლებად მეხმარა ნეიტრალით მოვგორავდი რა დაღმართზე ხა აქ დაღმართი ყველა მიცით აქ სასოფში გავიჭედე და მოვგორავდი და რავი აი ხო ჩამოვგორდი უკვე 90 აწია რა წყალი და შემეშინდა და გავჩერდები თქო ვიფიქრე რა და გავჩერდი ეგრევე აქ რაღაც მოლედ რო ვიჯექი სალონში რაღაცა სუნი ვიგრძენი რა რაღაცა დამწურის და მეთქი რა ხდება რა მაინც ეხლა ჯერ გამოუცელი მძღოლი ვარ და ავიქდი გავჩერდი და აგე სუნით წყალით რა ყველაფერი აქ არის ეხლა ცოტა კიდე ბოლი გასდის და ვერ ხედავ რა ჭირს რა ცოტა რო ჩაწყნარდება მე გავიგებ იმიტომ რომ ანუ ჩვენ ეს პრობლემა გქონდა წინა ვიდეოებში თუ გახსოვთ ანუ თავიდან აქედან უშვებდა ეს კდებოდა მაგრამ შევცვალე ჩვენივრად აყენიათ გას არაფერი არ ჭირს შლანგები რავი აქ არსად გახეთქილი რამე არ არის მსგავსი მე ბაკი შევცვალეთ იმიტომ რომ დაშაშხული იყო და ვიფიქრე რომ რავი გამოვცვლით ხო და გამოვცვალე კრიშკა ყველაფერი დღეს просто წყალი ჩავამატე იმიტომ რომ ცოტა მოკლებული ქონდა რა რამდენის ჩაიმატა ჩავამატე არც ძალიან ბოლომდე გამივსია და არც ძალიან ცოტა არ ყოფილა და რავი მაგას დავაბრალო თუ რას დავაბრალო არ ვიცი რა და გაახეთქა და რავი აგებ დგავარ ხა რავი კაციშვილი ეს ქართველები უნამუსოები რო არ რავი ერთი 1000 მანქანამ ჩაიარა მეტმა თუ არა ყველა დებილივით მიყურებთ რომ ვაიმე ეს რა დაემართა და გამიჩერე და დამეხმარე იქნება როგორ მინდა დახმარება ხო ცოტა რაღაც კულტურა უნდა ვისწავლოთ რა ყველამ რა იმიტომ რომ ხა აი რამდენი ადამიანი აი მართლა რამდენმა ჩაიარა რა აი ძალიან ბევრმა დაჟე ერთმა გააჩერა და წავიდა მე ანუ არც უკითხე დახმარება მინდოდა თუ არა просто გააჩერა შემომხედა და წავიდა არ შეიძლება რა ეგრე რა რომ დაინახავთ ვიღაცას გაუჩერეთ იქნება როგორ ჭირდება დახმარება რა ჭირდება ან რავი რამე ხო არ მოუვიდა გარკვიეთ ხოლმე რა ზოგადად რა არა და დღევანდელი ვიდეო უნდა დამეწყო იმით რომ მაგალითად შეიძლება მეთქი დასრულდა თქო და всё აღარაფერი აღარ უნდა მეთქი ვიზუალურად ანუ ყველაფერი ხოძე აქვს რა ну ეხლა AMG-ის ბამპერები და რაღაცები შეიძლება დავაყენო არ ვფიქრობ მეხმარებიან ეს პომპა გავხეთქით მე ერთი გავაკეთეთ მეორე გაგვიფუჭდა პრობლემას ემატება მოლით აი შეღებილიც შეღებას ხომ ორჩით და ეხა უკვე დღეს წყლის პომპა გაგვიფუჭდა რა გახეთქა წყლის პომპა ეხა წყლის პომპას შევცვლით ну თუ ვიშოვეთ კაი ყოველ შემთხვევაში ვიყიდით მაინც აი დღეს წეღარ ვიძახდი წინა კადრებში რასაც ვიძახდი აი ეს გახეთქა ეს შლანგი აქ აკენია წყლის პომპა და მაგიტო ეს ბოლი თუ კვამლი თუ რავი რაც კენთ ის დაუძახეთ უბრალოდ წყალი რაც დაიღვარა ის შრება და არ გეგონათ არაფერი ისეთი შრება რა მოკლედ წყლის პომპამ გაგვიხია შლანგი და შუა სანაპიროზე ну სადაც ნახეთ სადაც ვიყავი იქ ვერაფერი შლანგი ვერ ვიშოვეთ ავდექით და ეს გადავჭერით ცოტა რა და ჩავაკერეთ რა ჩავსვით აქ რო ლიჟვის ახლამდე მოვსულიყავ იმიტომ რომ სხვა გზა არ გქონდა რა ან ევაკუატორით უნდა მოგვიყვანა და ან ჩემით უნდა მოვსულიყავი და ევაკუატორით მოსვლას ისევ ესე წამოსვლა ვამჯობინე იმიტომ რომ მე ბარემ დღეს თუ ჩავედი ვიყიდი რა შლანგებსაც თუ მოვახერხე კაი შლანგების პოვნა შლანგებსაც ვიყიდი წყლის პომპასაც ვიყიდი და ნუ კიდე რაღაც პატარ-პატარა წვრილმანები რაც არის ყველაფერს ვიყიდი რა მოკლედ თავსატეხები არ გველევა ამ მანქანაზე ვასაკიდან გამომდინარე ალბათ ესე ვიტყოდი მე მეგონა მეთქი ხა შევღებეთ ხო და ეხა ძრავს მივხედავ მეთქი რომ აი კი ხედავთ რა მდგომარეობაც არის
ანუ ელექტროობას მივხედავთ ხო რა მარტივად რო აგიხსნათ რა. ელექტროობაზე მინდოდა ხელი შევლება რომ იმედით ყოფილიყავი ამ მანქანი დავიდან იმედით ყოფილიყავი ამ მანქანისადმი განწყობილი რომ იმედი მქონოდა ამ მანქანის რომ სადმე რო წავიდოდი არ გაფუჭდებოდა და რავი იდეალურად არის შეღებილი მინდა გითხრათ არ იტყობა არაფერი რომ აი რაღაცა მქონდა ამ მანქანას მომხდარი ქონდა ხოდა ნუ ეხა კი ეტყობა ეხა ეს შედარებით გახუნებული ფერი არის ვიდრე ეს ნუ ზოგადად თლიანი მანქანა ამ ფერზე უნდა იზრდეს მაგრამ ცოტა ხანიც ეხა ის მოვაგოროთ წყლის პომპის ამბავი და მე დავაპოლირებთ დავაქიმწმენდებთ კიდევაც მანქანას იმიტომ რომ ამ საქმეების დროს ცოტა აი გაჭუჭყიან და რაღაცა ჭირდება მაინც ეხა რა აი ნახეთ როგორ რაღაცეა გამებს ამოვიყვანთ და განვაახლებთ მოკლედ რო ვთქვა სალონს რა კარგად იქნება რა მარტივად რო ვთქვა უფრო კაი ფერზე და უფრო ჯანსაღად სუფთად რომ ამოვიყვანთ ესეთ რაღაცეებს აი ლაქებს ხო ხედავთ აი ამ ლაქებზე გულისხმობ აი კიდე სად არის რამდენია ნუ ხა ამ წლოვანების მანქანაში ეს ლაქები არ უნდა გაგვიკვირდეს კიდე კარგად არის ეს მანქანა ამ მანქანის სალონი სხვათა შორის ხო არაფერი არ ჭირს სალონს ერთი უბრალოდ აი ამ ნაწილში მძღოლის მხარეს მარცხენა მხარეს აი აქ არის ოდნავ გამოღრუტნული რა ამარტივად რო თქვა გამოჭმული არის მაგიტო აქ ეს ჩამოცმული თორე სხვა არაფერი არ ჭირს რა ვაფშე საერთოდ სალონის პრობლემა არ აქვს ეს ჩვენი პაუკიანი 2 და 3 მოგლე დღეს შევსვით წყლის პომპას და ნახოთ რა იქნება რა თუ ავაწევინეთ დღეს ქვემოდანაც შეგახედეთ რა მდგომარეობაში არის რომ ტრაბახობ არაფერი არ ჭირს ხო განახებთ მაგ ყველაფერს კიდეთ ახალი ორიგინალი პომპა ორიგინალი დავშალეთ მეგობრებო მოიცა ირუში გავდავშალეთ ცოტა დრო კი დაგვეწელა და კი ჩამოღამდა მაგრამ ეხლა აგერ ვაწყობთ რა ერთმანეთზე ვაგებთ რომ მე მარტივად მივაშენოთ უკან ეს ჩვენი წყლის პომპა დრავს რეცხავთ მეგობრებო ეს პომპას ვერ მივაყენებთ დღის შუქზე ჯობია მაინც რა მიყენება და просто გავრეცხავთ თლიანად როს და ეს ესეთი ვიზუალის მქონე რავი იქნება გავკაფით ხო აბა გავრეცხით რა როგორი არის ის აი სუშავი იყო ნახე იმიგებს ზინავს ყველაფერი გავრეცხით რაღა ყველაფრით გავრეცხით რაც კი შეიძლებოდა რა ფერი ძრავი ყოფილა მოგლეს მეგობრებო წინა კადრებში კი ნახეთ როგორც გავრეცხით იდეალურად ძალიან კარგად და ეხლა უნდა მოხსნა ტრამლიორი და ამოვამშრალო რა იმიტომ რომ თუ ტრამლიორთან შეხება გქონიათ იცით რომ ტრამლიორს ზოგადად წყალი და მსგავსი რაღაცები არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ მე ესე რომ ვთქვათ ფუჭდება რა წყალს რო იკეთებს ან ვეღარ მუშაობს და ვეღარ აკეთებს თავის საქმეს რა მარტივად რო აგიხსნათ ეხლა ზუსტად დეტალებში ვერ გიხსნით მაგრამ მარტივად რო გითხრათ მოკლედ წყალი როცა ხვდება ტრამლიორს ფუჭდება რა და უნდა გავაკეთოთ ეხლა ისე რომ ამოვაშროთ ეს და მანქანაც მე ნენელა მოიხოდება რა მარტივად რო გითხრათ დავშლით ეხლა ამას და ნახოთ რა იქნება ვიწყებთ მეგობრებო აწყობას ნენელა მივარგეთ უკვე წყლის პომპამ ხალხო და ჯამაათნო ვეჩალიჩებით ეხლა პომპას ბოლტები 1-2 ბოლტი გაქრა და საწავი და არ ვიცით და ახლები ვიყიდეთ და ცოტა რაღაცეები უჭირს ანუ კარგად არ შედის და მოკლედ რაღაცეები რა და ეხლა ვაჭრით რომ აი რაღაც 1-2 ბოლტი გვაკლდა რა და ის 2 ბოლტიც რომ კარგად ჩაჯდეს რომ იმედით ვიყო რომ წყალს არ გაუშვებს და მოკლედ 1000 ამბავი რა ну წესით დღეს საიწყობა და დაიქოქება აბა ვნახოთ როგორ იქნება ჩვენი საქმე დავქოქავთ თუ არა დღეს მოკლედ აწყობილი მანქანა დავშალეთ ისე ხელმეორეთ იმიტომ რომ
ბოლოს რომელსაც უჭერდით ჩრეზბა ჩაგვიწყვიტა და ეხლა შევძელით და ამოვიღეთ როგორც იქნა და აქ სრულდება ჩვენი ვიდეო. სხვა რა გზა მაქვს, სხვა რა ანუ რაზე ვინერვიულო. ჟეშტია რა გაკეთდება რა. შემდეგ ვიდეოში იხილავთ უკვე დაქოქილს გამზადებულს თუ კიდე რამე არ გაუფუჭდა და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება.